მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მადლობა რომ განსაკუთრებით რომ გაინტერესებთ მეცნიერება. განსხვავებით იმისგან რა სფეროს უკავშირებს თქვენს მომავალს. რატომ მეცნიერება? იმიტომ რომ როცა ცოდნა ითრგუნება, ის ადგურებს ის რაც ის ადგურებს ჯერჯერობით ამ რეალობაში ჩვენთან საქართველოში. ამიტომ მე განსაკუთრებით გადავწყვიტე ამ იდეის გავრცელება არა მარტო აქ ამ კედლებში, არამედ გარეთაც. და ვთვლი რომ რაც უფრო მეტი იქნება საუბარი მეცნიერებაზე და განათლებაზე, ნუ ეხლა მე მეცნიერებაზე ვამბობ, თორე ზოგადად განვავრცოთ განათლებაზე. აქ თქვენს ყველანი იმიტომ ხართ მოსული, რომ გინდათ კარგი განათლება მიიღოთ და გააგრძელოთ შემდეგ და ასე შემდეგ, გახდეთ პროფესიონალები. ძალიან კაი მახარებს. და ამიტომ მოდი ნუ მივცემთ საშუალებას სიბნელეს რომ ჩვენთან დაისადგუროს და გაიმარჯვოს. ამიტომ ჩემი ესეთი ცოტა აგრესიული თხოვნა იქნება ყველგან, სადაც შეგეძლებათ გაიტანოთ განათლების როლის შესახებ საუბრები თქვენ ტოლებში, თანატოლებში. დღეს მოკლედ ეს არის სერია ლექციების, სულ 7 უნდა ჩატარდეს. პირველი ჩატარდა უკვე, ალბათ ზოგიერთი იყო, უკვე წინაზეც რამდენიმე სახე მეცნო. აი დღეს წინასწარ წავიკითხე თეთრი ჯუჯები, დღეს ვკითხულობ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, პულსარებს, ეს ხშირად ერთი და იგივეა. და გეტყვით რა იგულისხმება და ნუ მე იქნება შავხრელებზე და ძალიან ეგზოტიკურ ობიექტებზე აგრეთვე. ყველა ეს ობიექტი, რაც აქ ჩამოთვლილია სიაში, არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ამოხსნელ ობიექტთა კლასგან ეკუთვნება, თავად მე მუშაობ ამ სფეროში და ამიტომ ძალიან სუბიექტურადაც მინდა ამაზე საუბარი თქვენთან. მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნისლეული. თუ იცით მითხარით. კიბორჩხალას ნისლეული და ცენტრში ვინ არის? ანუ მეორე მხარეს უბრალოდ. რაც იმის ცენტრშია გადიდებული სურათი გაცილებით. ეს არის პულსარი, ოჯახ. ეს არის პულსარი, რომლის რატომ არის პულსარი, რა არის ნისლეული, ახლა ამაზე ყველაფერს ვიტყვი. უბრალოდ სფერები მარცხენასი არის ორიგინალური, ოპტიკური ფერებია. მარჯვენა მხოლოდ რენტგენში ჩანს. და იმიტომ რომ ის მძლავრი ობიექტია ძალიან და ასხივებს რენტგენულ გამოსხივებას. ხო და ახლა მოდი ნელ-ნელა გავყვეთ ამ ისტორიას. აბა მითხარით, თუ იცით რა მოხდა ნიშანდობლივი 1054 წელს, წესთ უნდა იცოდეთ. მინიმუმ ერთი ნიშანდობლივი რაც მოხდა. 1054 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია სხვა შორის. კარგით, ისტორიული მოვლენა მოხდა, შეიძლება ითქვას კატასტროფული. ისტორიული. და რამაც ჩამოაყალიბა, როგორ? რამაც ჩამოაყალიბა ფაქტიურად თანამედროვე ცივილიზაციური განაწილება. დიახ. აბსოლუტურად სწორია. დასავლეთი, აღმოსავლეთი ერთმანეთს განუდგან, განკვეთეს. მაგრამ კიდევ ხდება ძალიან საინტერესო რამ. მაიას ტომის ჩანაწერებში, თუმცა ცოტა კითხვის ნიშანია, ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს ეგ მოვლენა აღწერილი, ზოგი ამბობს, რომ არა სხვა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი ასტრონომები და იაპონელი ასტრონომები მაშინდელი 1054 წელს გატაცებულნი არიან ცაზე ყურებით და არა ერთმანეთის ცოდვების დათვლით და ამიტომ აკვირდებიან ძალიან საინტერესო მოვლენას. საინტერესო მოვლენა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა ვარსკვლავის აფეთქება, ამას ქვია ზეახალი ვარსკვლავი. თვალით ჩანდა დღეც. ზომაში იზრდებოდა აი იმ ტექსტში, რაც აქ წერია. ეს არ არის ეს ძალიან ანტიკური ტექსტი. მე-11 საუკუნეა. წერია ტექსტში, რომ ესე იგი ცაზე გამოჩნდა ციური სხეული, როგორც უწოდებენ ჩინელები, ახალი მეზობელი ვარსკვლავი. ის ვარსკვლავი იზრდებოდა ზომაში, ჩანდა არა მარტო ღამე, არამედ ჩანდა დღეც. ზომით იყო გაგრძელდა კარგახანი,
რაც უფრო იზრდებოდა ამ ზომაში, უფრო ფერფრთალდებოდა, გაუტოლდა მთვარეს ზომით, მათ შორის დღე ჩანდა, მაგრამ უფრო ფერფრთალდებოდა და რამდენიმე თვეში გაქრა საერთოდ. ეს იყო კიბორშხალას ნისლეული, ხედავთ, ეს არის ძლავრი აფეთქება, რომელიც აი ეს რაც ახლა თქვენგან მარცხნივ ჩანს, ჩანდა თვალით. ეხლა ჩანს მხოლოდ ტელესკოპებით. ჩვეულებრივი ოპტიკური თლად სამოყვარულო არა, მაგრამ ოდნავ უფრო კარგი ვიდრე სამოყვარულო ტელესკოპით ჩანს და ის რაც ქვემოთ არის ნაჩვენები, ეს არის ეგრეთ წოდებული პულსარი, ნეიტრონული ვარსკვლავი, სახელი გეუბნებათ რისგან შედგება. ამაზე ვიტყვი რატო. და აი მარჯვენა მხარეს ზემოთ არის იმ პულსარის ესე იგი ვიდეო ვიზუალიზაცია ლაივ რეჟიმში გადაღებული X-ray ტელესკოპის, ანუ რენტგენული ტელესკოპების მიერ. ანუ დღეს ასტრონომია არის არა მარტო ტიპიური ასტრონომია ოპტიკური ვეზახით, რომელიც იკვლევს იმ გამოსხივებას, რომელიც თვალით ჩანს, ჩვენც რომ შეგვიძლია დავინახოთ. არამედ ისეთი ტელესკოპები, რომლებიც ასხივებენ სხვა სპექტრში, ესე ვამბობთ ხოლმე, ასხივებენ რადიოში, ასხივებენ და როგორც აღმოჩნდა, სამყარო გაცილებით მდიდარია, ვიდრე ოპტიკურში რაც ჩანს. ჩვენ რომ შეგვეძლოს, ჩვენს თვალს რომ შეეძლოს კონდეს სენსორები, რომელიც დააფიქსირებდა რადიო გამოსხივებას, დააფიქსირებდა რენტგენულ გამოსხივებას და კიდევ უფრო მაღალ ენერგიას გამა გამოსხივებას, წაიქნებოდა ღამეც მთლიანად განათებული, არა უბრალოდ მოჭედილი ვარსკვლავებით, არამედ ბოლომდე სავსე იქნებოდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ რასაც ჩვენ ოპტიკურად რისი დანახვა შეგვიძლია, პრინციპულად იმის ძალიან პატარა ნაწილია ის რაც კოსმოსიდან მოდის სინამდვილეში. ახლა მოდი ნელ-ნელა გავყვეთ ისტორიას. 1967 წელს პროფესორი ავალებს თავის ასპირანტს ჯოსელინ ბელს, რომ რადიო ასტრონომები არიან ორივე, რომ მომართოს რადიო ტელესკოპი, გამართოს უფრო სწორედ ჯერ და დაიწყონ დაკვირვება ცაზე. ძალიან საინტერესო რამ ხდება. ხდება ის, რომ ჯოსელინ ბელი, როდესაც გამართავს ამ ტელესკოპს, რადიო ტელესკოპს, ეს ტელესკოპი არ არის მაინც და მაინც ასეთი ფორმის, როგორც იქ ხათი, ეს იყო პირველი რაც იყო, ის იყო ასე ანტენები, აი ძველებური ტელევიზორის ანტენები, თუ გინახავთ, ეს ცოტა უშნო ფორმის, მაგრამ ძალიან ბევრი ჩალაგებული მინდორზე. და ამ ტელესკოპმა დააფიქსირა ძალიან უცნაური რამ. ეს არის რეალური ერთ-ერთი ესეთი პულსარი. მე მგონი ხვდებით რატომ ქვია პულსარი, იმიტომ რომ პულსირებს ველას პულსარი. და რატო არის უცნაური? უცნაური არის იმიტომ რომ ყოველი დავუშვათ საშუალოდ 1 წამის შემდეგ ის გვიგზავნის სიგნალს. ოღონდ ეს ყოველი 1 წამის შემდეგ, აი ჩემს საათს რომ შეადაროთ, ჩემთანაც 1 წამია ის წამების ის არის. ეს გაცილებით ზუსტი იყო. იმდენად ზუსტი რომ აი 0-ის მერე, მძიმის მერე რომ მე-15 ადგილზე დაწეროთ ერთიანი, აი ამ წამის ცდომილებით მუშაობს დღემდე ყველა პულსარი, ყველა ეს პულსარი ამ სიზუსტით გვიგზავნის სიგნალს და ამიტომ პირველი აჟიოტაჟი გამოიწვია აი ამან, ის იყო ატომურ საათებზე უფრო ზუსტი და ჩათვალეს რომ ეს არის ეგრეთ წოდებული little green man, ესე იგი პატარა მწვანე კაცუნა, ანუ არამიწიერი ცივილიზაცია გვიგზავნის სიგნალს, რადიო სიგნალს, რადიოს. იმიტომ რომ ეს ტელესკოპი რადიო იყო. ნუ ამაზე არაერთი ეს ჟურნალი იყო გადავსებული, ეს 1967 წელს ხდება. თუმცა აღმოჩნდა სხვა რამ. აღმოჩნდა სინამდვილეში, რომ ეს არის ძალიან მკვრივი დაახლოებით მზის მასის, ცოტა მეტი, არ შეიძლება მზის მასა კონდეს, მზეზე მეტ დაახლოებით 1.5-ჯერ, 2-ჯერ მეტი მზის მასა. მზის მასა არის 2-ს რომ მიუწეროთ 30 კილოგრამი. აი უშუალებელი მასა აქვს. მოქცეული თბილისზე უფრო პატარა ზომაში. აი თბილისი, ეს 10 კილომეტრიანი სფეროა, წარმოიდგინეთ 10 კილომეტრიან სფეროში მოქცეული 2 მზის მასა. თბილისზე უფრო პატარა ზომაში რომ ჩატიოთ მზე, 2 მზე. და ფაქტიურად არის შუქურა, რომელიც ჩვენ გვანათებს და 1-3
ამიტომაც ეძახიან პულსარებს DJ-ებს. და სხვა შორის რამდენიმე მუსიკალური ჯგუფი იყენებს პულსარის აი ამ პულსირებად სიგნალს, როგორც რიტმულ მუსიკაში, როგორც რამდენიმეს აქვს გამოყენებული ორიგინალური ველას პულს, ეს ველას ხმა იყო და კიბორჩხალას პულსარი. მოკლედ რო კვარცხლბეკები არიან კოსმოსში. ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ენტონი ჰიუიში. თუმცა სტუდენტს არ ეკუთვნისო, სტუდენტი არ ქვია, ეს იყო PhD სტუდენტი, ანუ ჩვენი გაგებით მკვლევარი ასპირანტი. ასპირანტი მკვლევარია განმარტებით. მაგრამ ეს არ არის სწორი, ისტორიულადაც არ არის სწორი, იმიტომ რომ აი ეს ორი ადამიანი, ჯოზეფ ტეილორი და რასელ ჰალსი 1993 წელს იღებენ ნობელის პრემიას. ჯოზეფ ტეილორი იყო ხელმძღვანელი, ზუსტად იგივე სიტუაცია. რასელ ჰალსი იყო მისი PhD სტუდენტი, ანუ ასპირანტი და ისტორია ასეთია, რომ ისინი იღებენ ნობელს, გეტყვით რაში, მე მთავარს გავაგზელებ ჩემ მთავარ იმას. ხას, რომ ეს ადამიანი რასელ ჰალსი დროსაც დაიცავს ხარისხს, ტოვებს ის ძალიან კარგი რადიო ინჟინერია. ესენი ორივენი არიან დამკვირვებლები, ნუ ასე ვთქვათ, მაღალი დონის დამკვირვებლები, რადიო ასტრონომები. მოკლედ, როგორც რადიო ინჟინერი, იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, რადიო კომპანიაში და ისტორია ასეთია, რომ რადიოთი გაიგებს, რომ მიენიჭა ნობელის პრემია. ხო და ნუ აი ამ ადამიანმა გულისხმობ ახლა ტეილორს ძალიან სწორად მოიქცა ეს ადამიანი, როდესაც თავისი ასპირანტის ჩასვა ნობელიანთა სიაში, როცა კომიტეტმა ვთქვათ, კითხა, ცნობილი სტანდარტია, კიდევ ვინ შეიძლება იყოს მასთან კოლაბორაციაში, ვინ იყო, ვინც ამ ობიექტს აღმოაჩენდა. ობიექტის აღმოჩენაში გაიცა ნობელი, გულისხმობ ჯოსელინ ენტონი ჰიუიშმა რომ მიიღო, ჯოსელინ ბელმა და ენტონი ჰიუიშმა. ნობელი გაიცა იმიტომ, რომ თითქოს თავისთვის კიდია რაღაცაში რაღაც პულსარი, რომელიც, ნუ რა ვიცი, პულსირებს, მე რა იყოს თავისთვის. რატომ ნობელი? ნობელი იმიტომ, რომ ეს ობიექტი არის ბოლოს წინა ეტაპი შავხრელამდე. და შავი ხრელი იყო ნაწინასწარმეტყველები, ნავარაუდები აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით. და ზოგადი აინშტაინის ფარდობითობაში არ მიუღია ნობელის პრემია სხვა შორის, მან სხვა რამეში მიიღო ნობელის პრემია. იმიტომ, რომ მის დროს ჯერ არ იყო დასაბუთებული მისი თეორიის შედეგები. აი, ერთ-ერთი იყო შავი ხრელის არსებობა უნდა დადასტურებულიყო და უნდა დადასტურებულიყო შავი ხრელის წინარე ეტაპი ობიექტი, რომელიც არის ნეიტრონული ვარსკვლავი. დადასტურდა ამ ენტონი ჰიუიშის კვლევით, მაგრამ პულსართან მიმართებაში ამ ორმა ადამიანმაც მაგიტომ აიღო ნობელი. მათ აიღეს ნობელი იმაში, რომ ესე იგი გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაში. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა შეგვიძლია არაპირდაპირ. ეხლა ჩანს რა სურათია გეტყვით, რა ესეთი ანიმაციაა. ორი ნეიტრონული ვარსკვლავი ტრიალებს ერთმანეთის გარშემო და ცნობილია, რომ ზოგადი ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ თუ ტრიალებენ ერთმანეთის გარშემო, ან თუ აჩქარებით მოძრაობს, ტრიალი აჩქარებაა. მოძრაობენ მასიური სხეულები, მასიური ქვია, უბრალოდ მასა რომ გააჩნიეთ, ეს მართლაც ძალიან მასიურები არიან, 2 მზის მასა, 1.5-2. თითოეული. უნდა ასხივებდნენ გრავიტაციულ ტალღებს და თუ უნდა ახსოვდნენ გრავიტაციულ ტალღებს, მაშინ უნდა კარგავდნენ ენერგიას. თუ უნდა კარგავდნენ ენერგიას, მაშინ რაც რო გავა, უფრო და უფრო უნდა უახლოვდებენ ერთმანეთს ესეთ ძალიან პატარა ბიჯიან სპირალზე, ოკეი? და ბოლოს უნდა ერთმანეთს შეხვდნენ. და ეს ორი მეცნიერი აწარმოებდა დაკვირვებას ამ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, ორმაგ ნეიტრონულ ვარსკვლავებზე და აღმოაჩინეს, რომ ის კანონი, რის ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, ზუსტად ერთ-ერთი ემთხვევა იმას, რაც ივარაუდა აინშტაინის ზოგადმა ფარდობითობის თეორიამ, ანუ გრავიტაციის თეორიამ. ამიტომაც გაიცა ნობელი. არა პირდაპირ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაში და პირდაპირ აღმოჩენაზეც გეტყვით. პირდაპირ ტალღების არის აღმოჩენილი. სხვა შორის ყოველ ჯერზე ვუსმოვ ხოლმე ხას, რომ არსებობენ, ანუ სამწუხაროდ სამეცნიერო საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩეს რელიქტური კვალი. არსებობს ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ გრავიტაციული ტალღები არ არსებობს და ესეთი ხანდახან დადიან სხვა უნივერსიტეტებში და ლექციებსაც კი კითხულობენ. ეს უკვე დადასტურებულია ექსპერიმენტულად, ჯერ არაპირდაპირ 93 წელს წინა საუკუნის და ცოტა ხანში გეტყვით პირდაპირ დადასტურება როგორი იყო. ოკეი, მაშასე.
აი იქით ზემო მარჯვენას შეხედეთ ზედდებულია უბრალოდ რენტგენში გადაღებული გამოსხივება კიბორჩხალას ნისლეულის და თავისი პულსარით ცენტრში წერტილი და მის გარშემო ესეთი ტოროიდული ფორმის რაღაც მატერია, რომელიც ასხივებს რენტგენის გამოსხივებას. ხო ხვდებით იქ მისვლას არავის არ ვურჩევ, იმიტომ რომ რენტგენის გამოსხივებაა, რომელიც არის ძალიან ძლავრი. სხვა შორის შეიძლება სიცოცხლის წარმოშობა დაკავშირებული იყოს სწორედ იმასთან, რომ მოხდა რომელიმე არის ვერსიები რამდენიმე, რომელიმე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ძლიერი გამოსხივება და ამ გამოსხივებამ მოახდინა მაშინდელი დედამიწაზე, მაშინდელი მოლეკულების ასე ვთქვათ, რეაქციის სპეციფიური რეაქციების გამოწვევა, რამაც გამოიწვია აბიოგენეზი, ანუ არაცოცხალიდან ცოცხალში მოლეკულების გარდაქმნა და წარმოშობა სიოცხლეს. ამიტომ შეიძლება ერთი მხრივ მოგოჩვენოს, რომ ძლიერი გამოსხივება საშიშია, მეორე მხრივ შეიძლება იყოს ტრიგერი ბევრი რამის, მათ შორის სიცოცხლის წარმოშობის. მაშასე, ეს არის შუქურა, ნეიტრონული ვარსკვლავი. უпростоოდ, ყველა ნეიტრონული ვარსკვლავი შუქურა არ არის. თუ ნეიტრონული ვარსკვლავი ჩამოყალიბდა შუქურა გარკვეული მიზეზების გამო, ის აი თავისი ღერძის მიმართულებით მეორე მხარესაც ასხივებს საკმაოდ მძლავრ ან რადიო ან რენტგენის გამოსხივებას, ან კიდევ უფრო მაღალი გამა გამოსხივებას. ისინი ბრუნავენ ძალიან სწრაფად. როგორც წესი, ყველაზე, ანუ შეიძლება ითქვას, ყველაზე ნელამბრუნავი საშუალო სტატისტიკურად არის ერთი ბრუნი წამში. ეხლა რომ წამოვიდეთ ერთი ბრუნი წამში თითქოს არაფერი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ეს არის მზე 2 ცალი დაახლოებით. ბრუნავს თან ზომით ძალიან პატარა, ანუ ძალიან კომპაქტურია. ხომ გითხარით, თითქმის შავ ხვრელებთან ახლო არის. ამიტომ ესეთი სწრაფი ბრუნვა ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ეგზოტიკური ობიექტია და ძალიან ბევრი საინტერესო რამე უნდა ახლდეს მასთან. აი კიბორჩხალას პულსარი ბრუნავს წამში 33 ჯერ. და არის პულსარები, რომლებიც ხო, საიდან ვიცით როგორ ბრუნავს? იმიტომ რომ სიგნალი მოაქვს წამში 23, ესე იგი, ხო, 23 ჯერ მოაქვს წამში სიგნალი და ზოგი არის, რომ ესე იგი, წამში მოაქვს 1000 ჯერ ტრიალდება ჩვენსკენ და გვიყურებს ჩვენ. ანუ ძალიან სწრაფია. ამას ქვია მილიწამოვანი პულსარები, ვინც 1000 ჯერ და კიდევ უფრო სწრაფად ბრუნავენ. ოკეი? და ასევე აღმოჩნდა, რომ თურმე პულსარები ძალიან საკმაოდ ნელდებიან. ანუ რაღაც დროის მერე, კარგა ხნის მერე, ბოლოს გაჩერდებიან. მიზეზი არის მარტივი. თქვენ რო აიღოთ მაგნიტი, ნებისმიერი მაგნიტი, აი ეს რომ მაგნიტი იყოს და ვაკუუმში დავატრიალო, მაგნიტი გაჩერდება. მიზეზი არის მარტივი. როდესაც მაგნიტის ხო მაგნიტური ველია. თუ მაგნიტური ველი ცვლადია სივრცეში და როცა ჩრდილოეთ სამხრეთი იყურება ერთ მხარეს, იქ ველი მაქსიმუმია. როცა მოტრიალდება, მინიმუმი ხდება. ვერ ისე მაქსიმუმი. და ანუ ცვლადი ველი გვაქვს და ცვლადი ველი ნიშნავს გამოსხივებას. და გამოსხივება ნიშნავს ენერგიის დაკარგვას. ამიტომ ბოლოს უნდა გაჩერდეს. და ამიტომ ზუსტად იგივე პრინციპით აღმოჩნდა, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავს ესე იგი უნდა კონდეს ძლიერი მაგნიტური ველი და ამის გამო ტრიალის გამო უნდა ასხივებდეს და კარგავდეს ენერგიას. ხო? მაგრამ ერთი საინტერესოა, მე ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე ახალგაზრდებისთვის, რომ არსებობს რაღაც არის ფიქრობთ, რომ ყველაფერი ვიცით. ყველაფერი არ ვიცით. აი თუნდაც არ ვიცით, დღემდე უცნობია კიბორჩხალას პულსარი მაგალითად. უმეტეს ნაწილს იმ ენერგიისა, რაც მისი მაგნიტური ველის ტრიალის გამო იკარგება, სად მიდის არ ვიცით. არსებობს ვერსიები, რომ მიდის აი ამ ნისლეულის, რომელიც რეალური ფოტოა, ასე ვთქვათ, ჰაბლის მიერ გადაღებული, ჰაბლის ტელესკოპის. ჰაბლის ტელესკოპი გაიგიათ? ეს არის ტელესკოპი, ეხლა აღარ არის უკვე ის, ვთქვათ. ტელესკოპი არის გატანილი სატელიტია, ანუ ორბიტაზე, იმიტომ რომ ატმოსფეროს ფენების გარეთ იყოს, რომ კარგად დაინახოს გარე კოსმოსი. და მისი გადაღებული არის, ჰაბლმა საერთოდ ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა. დღეს მისი თანამედროვე ვერსია, გაცილებით გაუმჯობესებული არის ჯეიმს ვები. ეგრეც ალბათ გაიგიათ. ხო, მოკლედ მისი გადაღებული არის შუა ცენტრალური არა, ცენტრალური ხო გითხარით ზედდებულია მეთქი, ზედდება რენტგენის მეორე სხვა ტელესკოპის, რენტგენული ტელესკოპის მიერ. მოკლედ, აი ეს ამოუხსნელი ნაწილი, ყოველთვის ვამბობ ხოლმე რა არის თეთრი ლაქა, როცა სტუდენტებსაც ვუხსნი, ან თეთრი ლაქები, იცოდეთ რომ რაღაცები არსებობს, რის გაკეთება ჯერ კიდევ შეიძლება. ჯერ კიდევ კი არა, უამრავი რამე არის გასაკეთებელი და ნუ რა ვიცი, თუ აირჩევთ მეცნიერების გზას, ნუ აი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ძალიან საინტერესო ამოუხსნელი მოვლენებით სავსე სფეროში. პულსარები შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა შორეული პერსპექტივა, მაგრამ შეიძლება გამოვიყენოთ ნავიგაციისთვის. რამე გახსენდებათ, რამე ფილმი,
სამეცნიერო ფანტასტიკიდან. სადაც პულსარები გამოიყენება ნავიგაციისთვის. ანუ პულსარები რატომ უნდა გამოიყენებოდეს, რატომ შეიძლება გამოიყენებოდეს ნავიგაციისთვის? იმიტომ რომ ის იმდენად ზუსტი საათი, ხო, ჯერ ეგერთი. კომპასი არ გაქვს. იმიტომ რომ გაქვს, მაგრამ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კოსმოსში მაგნიტური ველი არ არის. არ არის კოსმოსური გლობალური ჩრდილოეთი სამხრეთი არ არსებობს. გალაქტიკას აქვს თავისი მაგნიტური ველი, მაგრამ ის турბულენტურია ძალიან. თან ძალიან სუსტი. ეს ერთი. და მაშინ ესე იგი კოსმოსში უნდა ეძებო რამე ისეთი, რაც ძალიან მედეგია დროში. და მედეგი ჩვენი მაგნიტური ველი დედამიწის სიახლოვეში. ეგეც კი არ არის ეგეთი მედეგი, როგორც პულსარი. იმიტომ რომ ჩვენი მაგნიტური ველი დაახლოებით რამდენიმე 10,000 წლის შუალედით იცვლის პოლარობას. ჩრდილოეთი გახდება სამხრეთი, სამხრეთი ჩრდილოეთი ეს დამტკიცებულია. განმარხებულ, გაქვავებულ ხის მერქანზე ჩანს ეს მაგნიტური ველის ცვლილება. და ვიცით, ესე იგი, სხვა შორის მაგ სტადიაში ვართ, ახლა უნდა შეიცვალოს. ერთხელ თქვი საჯარო ლექციაზე და ერთი ქალბატონი ცუდად გახდა. იფიქრა რომ ანუ რატო? იმიტომ რომ თუ შეიცვალა მაგნიტური ველი ნიშნავს რომ რაღაც მომენტში გაქრება მაგნიტური ველი და მე აღდგება პირიქით პოლარობით და როცა გაქრება ჩვენ მოგცილდება მაგნიტური ფარი. მაგნიტური ველი გვიცავს მზის გამოსხივებისგან. მზე რომ მაგნიტური ველი რომ არ კონდეს დედამიწას ჩვენ არ ვიარსებებდით. ნუ მინიმუმ ასეთი დედამიწის ზემოთ ჩვენ ვიქნებოდით, უნდა გვეცხოვრა შახტებში, მიწის ქვეშ. ხო და ნუ ის ერთი ქალიც ცუდად გახდა, ის მიხვდა, ანუ რაღაც ნაწილი იცოდა ფიზიკის, მაგრამ მეორე ნაწილი არ იცოდა გეოფიზიკის. გეოფიზიკურ შკალაზე ეს ცდომილება ძალიან დიდია რა, შეიძლება 1000 წელი გაიწელოს კიდე, მაგრამ ისე იცოდეთ რომ მაგ სტადიაში ვართ. და პოლუსი ნელ-ნელა იცვლება, იწევს. უფრო და უფრო მთლად ჩრდილოეთში აღარ არის. ნუ მილიმეტრებზეა ლაპარაკი წელიწადში. ოკეი. ხო და იმიტომ არის ეს კარგი ანუ პულსარები რომ ისინი გაცილებით მედეგნი არიან, მათი ისე თქვა ცდომილება არის 10 ხარისხად -15, ანუ ძალიან პატარა რიცხვია, ანუ ცდომილება ძალიან პატარაა, ეს ნიშნავს რომ სიზუსტეა ძალიან მაღალი. ამიტომ შენ თუ მონიშნე რამდენიმე პულსარი, შენ შეგიძლია ის პულსარები არსებობენ, შენ შეგიძლია სანამ ისინი შენ გიყურებენ, სანამ შენკენ იმ თავის იმპულსებს ისვრიან, ნუ ამ პროცესში ნავიგაცია გამოიყენო და მათ მიმართ ორიენტირით იმოგზაურო კოსმოსში. ამაში არაფერი უცნაური, ეს არ არის sci-fi-ის თემა. Sci-fi-ის თემა არის, როდის მოგვიწევს კოსმოსში მოგზაურობა ასეთ შორ დისტანციებზე. ხო, ფილმი გახსენდებათ? სადაც გამოყენებულია. Voyager-ებზე აბსოლუტურად სწორია, Voyager-ებზე არის ინფორმაცია, რომ იმათ მაგამდე მივალ სხვათა შორის. ფილმი არის Star Trek-ი. სადაც მესამე სეზონში, დავის თუ გინახავთ, ალბათ ბევრს ეკნება ნანახი. მესამე სეზონში არის ესეთი საკმაოდ რამდენიმე წუთიანი სცენა, როცა პულსარებს ამოარჩევენ და მათი მეშვეობით ხდება ნავიგაცია კოსმოსური ხომალდის. ოკეი. აი Voyager-ი. Voyager-ი 70-იან წლებში გაუშვეს Voyager 1 და Voyager 2. მისია გრძელდება სხვა შორის დღემდე. ეს არის უნიკალური ტრიუმფი საინჟინრო ცოდნის ჩვენი ცივილიზაციის. უკვე შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენი სახეა გატანილი კოსმოსში. მას უნდა ემუშავა გაცილებით ცოტა ხანი ვიდრე ის მუშაობს. ესე იგი წყობიდან უნდა გამოსულიყო, უნდა ჩამქრალიყო ის ბატარეა, მზის ბატარეა, და უნდა ყველა დანადგარი, რომელიც იქ მონიტორინგს ახდენს, რას აკვირდება, უნდა გამორთულიყო, თუმცა 10 წლით და კი 15 წლით მეტით აგრძელებს მუშაობას. ეხლა ცოტა ხნის წინ ძალიან მკრთალი სიგნალი მოვიდა იმის შესახებ, რომ Voyager-მა გადაკვეთა მზის სისტემის ზონა და შევიდა ვარსკვლავთა შორის სივრცეში. ოკეი? და ზე დატანილია, ანუ იქ Voyager 2-ში ჩადეს ეს ოქროს ფირფიტა, სადაც იქ რაღაც ხაზებს ხედავთ, ხო? აი, ქვემოთ. ეგ ხაზები არის შუაში, მინიშნებაა, რომ ვართ ჩვენ და ის ხაზები არის ფარდობითი დისტანცია იმ დროისთვის არსებულ რამდენიმე პულსარამდე. და ეს რატოა ახლა კარგი? თუ იქ ვიღაცა იპოვის ამ კოსმოსურ ხომალდს, ნუ დაადგენენ ჩვენ ლოკაციას. სად ვართ ჩვენ? ეს იყო მესიჯი, სხვა შორის კიდევ რა მესიჯია? საქართველოს კონტექსტში.
როგორ? ჩაკრულო. ხო არ ვიცი რამდენად პოლიტკორექტულია ჩაკრულოს გაგზავნა იქ, იმიტომ რომ ტექსტი თუ იცით მუხრან ბატონს უნდა ჩაუხდეთ და მთელი ამბები და იქ ამას თუ გაშიფრავენ, ცოტა სხვანაირად არ გაიგონ, მაგრამ იმედია ცივილიზაცია ნიშნავს იმას, რომ მათ იციან რას ნიშნავს კულტურა, იმედია. ხოთში ეს არის იმ მომენტისთვის რა პულსარები იყო, აი პულსარის ეს თქვათ, ეს თვითი პულსარის როლი არა მარტო წმინდა ფუნდამენტური მეცნიერების კონტექსტში, არამედ აი ესეთ მისიებში ძალიან საინტერესო ფაქტებია. კიდევ არის რამდენიმე ფილმი სხვა შორის. მოდი ჯერ ვინც წინა ლექციაზე იყო, იქ მე ვილაპარაკე თეთრი აი ზემო მარჯვნივ თეთრი ჯუჯის შემთხვევაში აი როგორი უნდა იყოს კოსმოსური ხომალდი სიჩქარე რომ ის გავხატო მისი თანამგზავრი. დედამიწისთვის ეს არის დაახლოებით 8 კილომეტრი/წამში, ნებისმიერი არის Starlink-ების და დანარჩენი სხვებიც, ვინც ცისკაბადონზე ჩანახონმე ხელოვნური თანამგზავრები, მათი სიჩქარე დაახლოებით 8 კილომეტრი/წამშია. ჯუჯაზე სიჩქარე არის დაახლოებით 4370-4400 მაქსიმუმ კილომეტრი/წამში, რომელიც კოლოსალური სიჩქარეა. და რა სიჩქარით უნდა გაუშვათ თანამგზავრი ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო. არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით 70% სინათლის სიჩქარის. ხო ხვდებით რამხელა რიცხვია. სიჩქარე რამდენია სინათლის? 300,000 კილომეტრი/წამში. ჩვენ თუ გინდა რომ გაქვს ეგეთი ამბიცია, რომ ხარ თქვა ზეგანვითარებული ცივილიზაცია და გინდა რომ კონდეს ზონდი ერთ-ერთი საინტერესო, თან ენერგეტიკულად საინტერესო ობიექტის სიახლოვეში, იმიტომ რომ იქიდან ენერგიის ამოღება ეს ცალკე მოგებაა. ენერგიის ამოღება შეიძლება არა მარტო მზიდან, ამ პირდაპირ მზის პანელების სახით, არამედ პულსარიდანაც ის შუქურა რაც ანათებს, მას დიდი ენერგია მოაქვს ძალიან ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტი ვიდრე მზეს. ოკეი? ხო და ეხლა მოდი ცოტა გავერკვეთ რატომ არის ეს ამხელა განსხვავება რატომ არის? ეს არის საკმაოდ დიდი ის თუ არის 1% ცოტა მეტი ჯუჯის შემთხვევაში სინათლის სიჩქარის აქ არის 70%. ოდნავ მეტი შეიძლება იყოს. და რატომ? რა არის მიზეზი? აი კარგად შეხედეთ ევოლუციას, როგორია ზოგადად ვარსკვლავების ევოლუცია. ანუ მოდი ეს ვთქვათ, ევოლუცია კომპაქტური ციური სხეულების. კომპაქტურებს ეძახით აი ძალიან კომპაქტური რო ხდება, ანუ ძალიან დიდი სიმკვრივის რომ ხდება ობიექტი. ნუ თავიდან რაღაც ნისლეულია, მტვერი, კოსმოსური მტვერი. მე ის ყალიბდება, ჯერ ზემო გზას მივყვეთ. ყალიბდება მისგან შეიძლება ჩამოყალიბდეს მცირე მასის შედარებით და დიდი მასის ვარსკვლავები. მოდი ჯერ მცირე მასის ვარსკვლავებზე წავიდეთ. მცირე მასის საშუალო მცირე მასის ვარსკვლავებია მზის ტიპის და შეიძლება ცოტა მეტიც მასზე. ამას ქვია მთავარი თანმიმდევრობა ვარსკვლავების. ბოლოს როცა ამოწურავენ თავის ეს თქვათ სტანდარტულ ცხოვრებას, ისე უფრო საინტერესო ხდებიან მერე. პოსტ-აპოკალიფტური რეჟიმი, ეტაპი ვარსკვლავების უფრო საინტერესოა ვიდრე აი რასაც რელიგია ამბობს ადამიანებთან მიმართებაში, იგივე ამბობს ასტროფიზიკა ამ ობიექტებთან მიმართებაში. იქამდე იყო მზე, დიდად არაფერი საინტერესო, რა ვიცი, უყურებთ და მე ხდება თეთრი ჯუჯა, ან ხდება, მოკლედ, მზე, როცა ამოწურავს თავის ენერგიას, გახდება ჯერ წითელი გიგანტი, იქ წარმოიქმნება პლანეტებიც და ბოლოს შეიძლება ჩამოყალიბდეს კი არა, ჩამოყალიბდება ნამდვილად მზეს ეგალოდება, მზე გახდება თეთრი ჯუჯა, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ. მაგრამ თუ ის ნისლეული, ის მტვერი იყო უფრო მეტი მასის. მაშინ უფრო მეტი მასის ვარსკვლავი მიიღება. შესაბამისად, წითელი ზეგიგანტი წარმოიქმნება, მას მერე რაც ის ამოწურავს თერმობირთულ საწვავს, ანუ თერმობირთული რეაქციები არის ის რეაქციები, რომელიც წყალობითაც ვარსკვლავის სიახლოვეში სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს. ნუ ერთ-ერთი ჩვენთვის საინტერესო კონტექსტი ეგ არის. შემდეგ მოხდება სუპერნოვას აფეთქება, ანუ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქდება. და შიგნით შეიძლება ჩამოყალიბდეს ორი რამ. ან ნეიტრონული ვარსკვლავი, ან შავი ხვრელი. ამიტომ იყო ნეიტრონულ ვარსკვლავში მის აღმოჩენაში აიღეს ნობელი, რომ ეს იყო უკვე პირდაპირ მინიშნება, რომ უნდა არსებობდეს ესე იგი კოსმოსში შავი ხვრელები. ოკეი? და მაგაზეც მივალთ. და კაი, ეს გასაგებია, მაგრამ რა შუაშია, რა არის ამისი მიზეზი? მიზეზი მდგომარეობს ძალიან მარტივ რამეში. ვინაიდან უფრო ესე იგი რამდენჯერმე უფრო დიდი მასა არის მოქცეული შიგნით, წარმოიდგინეთ რომ ვიდრე თეთრ ჯუჯაში მაგალითად, ხო? მაშინ წარმოიდგინეთ რომ იქ თქვენ თუ მის ზედაპირზე დგახართ, ნუ ესე პირობითად წარმოიდგინეთ. იქ გრავიტაცია გაცილებით დიდია. ამიტომ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი სიჩქარით კრათ სკლიპურტი იმ სხეულს.
ვინც გინდათ რომ გახადოთ ხელოვნური თანამგზავრი. და ამიტომაც გასაკვირი არ არის რომ სიჩქარე გამოდის არა უბრალოდ დიდი, არამედ კოლოსალურად დიდი. აი ამ ხელა. ამიტომ ჩვენ სიახლოვეში რომ იყოს ნეიტრონული ვარსკვლავი, ჩვენი ცივილიზაცია ჯერჯერობით მას ეს უნარი არ შესწევს, რომ ხომალდი გავუშვათ 70%-იანი სინათლის სიჩქარით. ჩვენ ეს ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ხო. და რომ გითხარით, ყველა პულსარი ტრიალებს ძალიან სწრაფად. წარმოიდგინეთ, ზოგი ტრიალებს წამში 1000-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ მილიწამოვანი პულსარები ქვიათ. კიბორჩხალას პულსარი წამში ბრუნავს 33-ჯერ. ეს საიდან ვიცით, იმიტომ რომ 33-ჯერ მოდის ის სიგნალი კიბორჩხალას პულსარიდან ჩვენამდე. ხო, სხვათა შორის ყველა პულსარი არ აღმოგვიჩენია, ვერ აღმოვაჩენთ პირდაპირ ასეთი გზით, იმიტომ რომ ყველა ჩვენ არ გვიყურებს. თუ შუქურა აქვთ და ჩვენთვის ის არის ჩამქრალი ობიექტი. ხვდებით? ანუ რამდენად საინტერესოა რეალური კოსმოსი და რამდენად ხშირად ჟარგონი რო ვიხმარო ვმაზავთ ამ ობიექტებს, მაგრამ ასტრონომია და ასტროფიზიკა იმით არის ძალიან ობიექტური, სერიოზული მეცნიერება, რომ არაპირდაპირ გზებით შეიძლება ასევე აღმოჩენა. იმიტომ რომ ის შუქურა, სადაც ანათებს იქ ჩვენკენ არ მოდის, მაგრამ სხვაგან ხო ანათებს. იქ შეიძლება კოსმოსში გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება მატერიაში სიახლოვეში და იმით არაპირდაპირ ვიპოვნოთ, რომ ეს მართლაც პულსარი უნდა იყოს იქ. ასე რომ პირდაპირი დაკვირვება არ არის მაინც და მაინც აუცილებელი. ხო და რატომ ბრუნავენ ესე სწრაფად? ბრუნავენ იმიტომ, რომ აი როგორც სპორტსმენი ხდება ჰაერში, კარგად დააკვირდეთ, ხელებს იდებს ახლოს და უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს. რა არის ამისი მიზეზი? ამის მიზეზი არის ერთ-ერთი ფიზიკის კანონი, ბრუნვის მომენტის შენახვის კანონი. შენახვის კანონები არსებობს ბევრნაირი, ენერგიის შენახვის კანონი, მუხტის შენახვის კანონი, ერთ-ერთი არის ბრუნვის მომენტის შენახვის კანონი. და აი ამის გამო, რაც უფრო პატარა ზომის არის, მით უფრო სწრაფად იწყებს ბრუნვას. თუ მე ხელებს გაშლის, ეს რომ არ იყოს, რომ არ ვარდებოდეს და კოსმოსში იყოს, ნახავთ რომ ხელებს თუ გაშლის, ისევ დაუბრუნდება ნელ ბრუნვას. ისევ შეკუმშავს, ისევ სწრაფად დატრიალდება და ასე შემდეგ. ნუ ბზრიალის ესეთი ძალიან ცნობილი პრინციპია. და ამის გამო ანუ რა ხდება? ეს პულსარი იწყებს, პულსარი რა, ვარსკვლავი, რომელიც იქამდე ვარსკვლავი იყო, იწყებს შეკუმშვას, რახან ამოწურა თავისი თერმობირთული რეაქცია, გაცივდა. და თუ გაცივდა, წნევა შემცირდა შიგნიდან. და წნევა თუ შემცირდა, გრავიტაციას არაფერი არ მოუვა. გრავიტაცია მაჯობა და დაიწყო ვარსკვლავმა შეკუმშვა. და ამიტომ ის პატარავდება. რაც უფრო პატარავდება, უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს და ბოლოს ჩამოყალიბდება, აი რაცაც ვხედავთ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის თურმე რომ ამას სკოლის მოსწავლეებს ვაძლევ ხოლმე ხანდახან. უცნაურია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით უცნაურია. მაგრამ სკოლის მოსწავლესაც შეეძლო თეორიულად ევარაუდა როგორი სიმკვრივე უნდა ჰქონოდა ამ ობიექტს თუ გაითვალისწინებთ რომ ამ ძალიან სწრაფი ტრიალის გამო ცენტრიდანული ეფექტი ძლიერდება. აი ავტომობილში რო შეხართ და მანქანა რომ უხობს და თქვენ მეორე მხარეს კედლისკენ რომ იწევით ბუნებრივად. ხო? ეგ არის ცენტრიდანული ძალა. და ამის გამო შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმდენად სწრაფად ტრიალებს, რომ მატერია ამოიყაროს. ამიტომ ზღვარი რომ დაადგინოთ, პულსარი, ნეიტრონული ვარსკვლავი არის ჩამოყალიბებული ობიექტი, მას არაფერი არ მოსდის რეალურად. ამიტომ ის ბალანსი რომ დაადგინოთ, როდის აი თუ ხართ, ვისაც ეგ ინტერესი გაქვს, იგივე სახში დასხდეთ და ნახოთ. თუ იცით რა პერიოდით ბრუნავს, თქვათ 1 წამი. და შეგიძლიათ იპოვოთ თურმე ამ მხოლოდ აქედან, იქიდან რომ ბალანსი დაამყაროთ ამ ორ ძალას შორის, გრავიტაციულ მიზიდულობასა და ცენტრიდანულ შორის და აღმოაჩენთ ძალიან საინტერესო რამეს. გეუბნებით, სკოლის მოსწავლეს შეეძლო ამის გაკეთება. რომ სიმკვრივე არის 1-ს რომ მივწეროთ 18 კილოგრამი კუბურ მეტრში. წყლის რამდენია, იცით? 1000. 1-ს რომ მივწეროთ 3 0. ეს არის კოლოსალურად დიდი რიცხვი. და ეს რიცხვი პირდაპირ ჯდება ემთხვევა ერთი ცალი კინკილა ნეიტრონის სიმკვრივეს. ანუ ნეიტრონი ვინ არის? ნეიტრონი არის ობიექტი, რომელიც არის ბირთვში. ბირთვი ჩვენი ატომებისგან შევდგებით. ატომის ცენტრში არის ბირთვი. გარშემო ელექტრონები ვამბობთ ხოლმე რომ ტრიალებენ, მაგრამ ეგრე არ არის, არ დაიჯეროთ ბოლომდე. მოკლედ არიან ელექტრონები, მაგრამ ბირთვში არის პროტონები და ნეიტრონები. სახელი გეუბნებათ რომ ნეიტრალური ნაწილაკი უნდა იყოს. მოკლედ ნეიტრონების სიმკვრივე არის ეგეთი. ამიტომ ეს ობიექტი უნდა იყოს დიდად სავარაუდოდ ნეიტრონული ვარსკვლავი. ის ვინც შეიკუმშა აი მაგ ზომამდე. ხო? მაგრამ საიდან გაჩნდნენ ნეიტრონები? თან მარტო. იმიტომ რომ თუ ბირთვში არის პროტონებიც და ნეიტრონებიც, პროტონები სად გაქრნენ? ეგეც ისე თითებზე შეიძლება აიხსნას საკმაოდ მარტივად. დავიწყოთ იმით, რომ ტემპერატურა ძალიან მაღალია იქ.
იმიტომ რომ იმდენად შეკუმშულია, რომ წნევა ძალიან მაღალია. თუ წნევა მაღალია, ახლა თქვენ რა გედა ჰაერი შეკუმშოთ ძალიან. ტემპერატურა ძალიან გაიზრდება. იქიდე ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ყველა ატომი რისგანაც ის თავდაპირველი ვარსკვლავი შედგებოდა. ყველა ელექტრონს კარგავს. ანუ ხდება იონიზაცია. ყველას კარგავს. ანუ გარეთ მაქვს ადგილობრივი ნეიტრონები, ადგილობრივი პროტონები, ელექტრონებიც. კაი, ნეიტრონები ვინც გვაქვს, ისინი დარჩნენ. არცად არ წასულა, მაგრამ პროტონები დაახლოებით იგივე რაოდენობაა ხოლმე, რაც ნეიტრონები. 50-50 უნდა იყოს მაშინ. პროტონები არ არიან იმ. პროტონული ვარსკვლავი არ არის. ის არის კლასიკურად ნეიტრონული ვარსკვლავი. რატომ? პროტონი დამუხტულია დადებითად. +1 აქვს მუხტი. ის ამოთხორცლი ელექტრონები დამუხტულიანიან უარყოფითად. 1-ს დავუმატეთ -1 გამოვიდა 0. ვინ უნდა გამოვიდეს? ნეიტრალური ნაწილაკი გამოვიდა ნეიტრონი. ამისი ესე თითებზე გააზრებაც კი შეიძლებოდა. ანუ ამიტომ ბოლო ჯამში იქ ყალიბდება ძალიან კარგად აწყობილი ნეიტრონებისგან შემდგარი 10 კილომეტრი რადიუსის ვარსკვლავი. ვარსკვლავს ვეძახით, მაგრამ ის არ ანათებს პირდაპირ გაგებით. ის არ ანათებს სხვანაირად, გაცილებით საშიშ გამოსხებას ანათებს. რენტგენს როგორც წესი და კიდევ შუქურის სახით ანათებს უკვე რადიოს და გამას და ასე შემდეგ. თქვენ კითხვა მაშინ. რა საერთო აქვს კოვს და მთაწმინდის მთას ნეიტრონულ ვარსკვლავთან? აი მის წინა ლექციაზე იყო შეიძლება გახსოვთ, რაღაც იქაც იყო რაღაც ეგეთი. კითხვა მსგავსი. იქ იყო თეთრი ჯუჯა. არა, ახლო ხართ, თბილა. იგივე მასა აქვს, რაც მთაწმინდის მთა. სხვა ჩვენი შეიძლება იყოს ევერესტის მთის მასას კონდეს. ერთ კოვს, აი ერთი კოვზი რა მოიღოთ. მაგრამ აიწონის ეს არის სხვა რამე. აიწონის საქმე ის არის, რომ საქმე ის არის, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავზე გრავიტაცია არის 200 მილიარდჯერ დიდი. ამიტომ აიწონის რასაც იწონის თქვათ მთა და კიდე გაამრავლე 200 მილიარდზე. ამიტომ აიწონის ძალიან დიდს. ამიტომ იქ დგომა იქ არავის არ ურჩევ. რომ დადგეს, შეიძლება ევერესტიც იყოს სხვათა შორის, ანუ მთელ უშველა ერთი კოვზი. ოკეი? და ესე იგი, მაინც გასაგებია რომ კაი. თავიდან არ იყო საკმარისი ენერგია, კი არა და წნევა. რეალურად ვარსკვლავში რა ხდება? კლასიკურ ვარსკვლავში. ან ნებისმიერ ვარსკვლავში გინდა არაკლასიკური იყოს, აი ნეიტრონულ ვარსკვლავში. ხდება შემდეგი რამე, რომ ზემოდან აწובה გრავიტაცია. და ქვემოდან ხელს უშლის, უნდა უშლიდეს სითბური წნევა. მაგრამ ხო თქვი რომ ჩაქრამეთქი ვარსკვლავი. ანუ იქ წყარო აღარ არის ენერგიის. ცივდება და იწყებს კოლაფსს, ხო? მერე რაღა აჩერებს. მთელი ეს ძალიან დიდი უცნაურობაა. თქვენ რო ადგეთ და დათვალოთ რა ტემპერატურა არის იქ ძალიან მაღალი. როგორც წნევას გამოიწვევს ეგ ძალიან მაღალს. მრავალჯერ პატარა გამოდის ის წნევა, რაც გრავიტაციულია. მრავალჯერ. ამიტომ გაუგებარია, რატომ არის მაინც ესე იგი ნეიტრონულ ვარსკვლავის წონასწორობაში. აი როგორც არის ისეთში, ხო? აღმოჩნდა რომ გადარჩენა არის ისევ კვანტურ ფიზიკაში. ესე იგი მოკლედ, ნეიტრონულ ვარსკვლავები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მე ვიტყოდი, ყველაზე საინტერესო ლაბორატორია თანამედროვე ფიზიკის შესწავლისთვის. სადაც თავმოყრილია ასტროფიზიკის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, გამოსხივების თეორია, კვანტური ფიზიკა, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური მე-20 საუკუნის ჩვენი თქოთ ცივილიზაციის დიდი მონაპოვარი შეიძლება ასე ითქვას. სხვა შორის ის რომ მე ახლა გიყვებით ლექციას აქ გამოსახულებას ხედავთ, ეს ყველაფერი არის ნახევარგამტარების წყალობით, რომლისგანაც შედგება ნებისმიერი ლეპტოპი, და ვიცი რაც გნებავთ და ნახევარგამტარები მუშაობენ კვანტური ფიზიკის პრინციპზე. ამიტომ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ ეს სწორი თეორია, იმიტომ რომ მუშაობენ. ყველაფერი მუშაობს. მოკლედ, გადარჩენა კვანტურ ფიზიკაშია. ორმა ადამიანმა გადაგვარჩინა, შეიძლება ასე ითქვას, აგვეხსნა ეს მოვლენა. ერთი არის ვოლფგანგ პაული, მეორე ჰაიზენბერგი. ორივე ნობელის პრემიის ლაურეატი კვანტური ფიზიკის ჩამოყალიბებისთვის. ჰაიზენბერგის განუზღვრელობა გაიგიათ? ჰაიზენბერგის განუზღვრელობა არის ესეთი რამე, ძალიან უცნაური რაღაცაა. თქვენ რომ ადგეთ და დაიწყოთ რაიმეს გაზომვა. თქვათ მოფრინავს ელექტრონი და გინდათ გაზომოთ ერთდროულად, გაზომოთ მისი მდებარეობა, სად არის და მისი სიჩქარე. იმპულსს არ ვიტყვი. იმპულსი ხატია, წერია, მაგრამ მე თქვენთვის გასაგები ენაზე ვიტყვი, აი ყველასთვის გასაგები რომ იყოს. ძალიან უცნაურ რამეს აღმოაჩენთ. კლასიკური წარმოდგენა ამბობს, რომ
მე შემიძლია ჩემი დანადგარი დავხვეწო უსასრულობამდე, ანუ ძალიან იდეალური გავხადო, მათემატიკურად იდეალური ლამის. ბოლო-ბოლო შორს, თქვათ მილიონი წლის შემდეგ თუ ერთმანეთი არ შევჭამეთ, დანადგარი მექნება გაზომვის ისეთი, რომ აბსოლუტურად ზუსტად გავზომო კოორდინატი სხეულის და იმ მომენტში სიჩქარე. არა. სამყარო გვადებს რაღაც ესეთ იმას, თიც გვიქნებს, რომ ნამეტანი თავში არ აგივარდეს. სამყაროს, ანუ მოდი, ცოტა უფრო გასაგებად გეტყვით. ნახეთ, როგორ არის? ჩანს, ხო? ხო, ნახეთ. აი წარმოიდგინეთ, რომ მე მოვაქციე რაღაც ზომაში, რაიმე ნაწილაკი, მნიშვნელობა არ აქვს რას, ელექტრონი. აი ყუთში ჩავდე. უცნაურია, მაგრამ თქვენ ყუთში ჩადოთ, რა ვიცი, ნებისმიერი სხეული, აი სხეული ჩავდო. რა შემიძლია მოვათავსო ყუთში ისე რომ გაჩერებული იყოს. ბუნება ამას გიკრძალავთ, როდესაც საქმე მიდგება მიკრონაწილაკებზე და მიკროსამყაროზე. რაც უფრო შეამცირებთ ამ ზომას, მით უფრო დაიწყებს ელექტრონი ხტუნაობას. კითხვა არის ხოლმე, კი, რატომ? იმიტომ სამყაროა ასეთი, ასია მოწყობილი. ოკეი? ანუ, რაც უფრო შეავიწროვებთ, მით უფრო უკურიაქციას გაძლევთ, რომ მე არ მინდა ეს რა ქვია. კლაუსტროფობია აქვს, მოკლედ რა, მიკროსამყაროს. არ უყვარს პატარა ზომის ლიფტში ყოფნა. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, ხო. ამიტომ რაც უფრო, ესე იგი, მცირეა ზომა, უფრო დიდია სიჩქარე. ხო, და ამიტომ ნახეთ ეს ერთი მომენტი და რატო არის ახლა მცირე ზომა? იმიტომ რომ თუ შევკუმშე ნეიტრონული ვარსკვლავი, შეიკუმშე ძალიან კომპაქტური გახდა. იმის სიმკვრივე ხო გითხარით რამხელა? 10 ხარისხა 18 კილოგრამია მოქცეული კუბურ მეტრში, მეტრზე, როცა 1000 კილოგრამია წყალი კუბურ მეტრში. დაუშვათ 9000 კილოგრამია სპილენზი, და ანუ ასე ვერ მოძებნით მატერიას ჩვენ სიახლოვეში, რომელიც მასთან ოდნავ მიახლოებულია, იმისი პროცენტის მიასედის რომ იყოს, ვერა. ხო და ესე იგი სიმკვრივეა ძალიან დიდი, ანუ პატარა მანძილზე არიან იქ არსებული ნეიტრონები ერთმანეთისგან. და ახლა პატარა მანძილზე არიან, ერთვებათ ეს კლაუსტროფობის სენი. არ შეუძლიათ. ამიტომ ეს ერთი ფაქტორი და მეორე, რაც პაულიმ აღმოაჩინა, ვოლფგანგ პაულიმ, რომ ელექტრონები, ნეიტრონები ეს ერთი კლასია. მიუხედავად იმისა, რომ მუხტები სხვადასხვა ის განსხვავებული აქვს და ამას 0 ელექტრონს რაღაც უარყოფითი, ერთ კლასში შედიან, მათ ჩვენ ვეძახით ფერმიონებს. ეს ტერმინი არაფერს არ ნიშნავს ამ ლექსიისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ორი კლასტერი არის ფერმიონები და ალბათ გაიგიათ, ბოზონებიც არსებობენ. აი ცერნში რო აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, აი ის მეორე კლასტერია. აი ფერმიონებისთვის არის ძალიან საინტერესო თვისება, ბუნების კანონი, პაულის პრინციპი ქვია ამას, პაულის კანონი, რომ ორ ელექტრონს, ორ ნეიტრონს ერთად ყოფნა არ უნდა. გამორიცხულია, შანსი არ არის. ამიტომ თქვენ თუ დაიწყებთ მათ ერთმანეთთან მიტანას, იმის გამო რომ მათ ერთად ყოფნა არ უნდათ, ბუნებრივად, ბუნებამ რომ არ დაარღვიოს ეს პრინციპი, გააჩენს საწინააღმდეგო ძალას. მით მეც რაც უფრო ახლო იქნებიან ისინი. ბოლომდე მიტანა შეუძლებელი იქნება. ამის გამო წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული პაულის წნევა და ის წნევა ბოლოს უნარჩუნებს ნეიტრონულ ვარსკვლავს სტაბილურ მდგომარეობას. ანუ ამას ვამბობ, რომ აღადგენს იმ წნევას, რაც გვინდა. ამიტომ, ესე იგი, ნეიტრონული ვარსკვლავი იქნება ნეიტრონული ვარსკვლავი. არსებობს ნეიტრონული ვარსკვლავები, უკვე ვიცი ძალიან ბევრი, რომელთაგან ზოგიერთი პულსარად ჩამოყალიბებული და შუქურას გვიგზავნის და ვხედავთ ამ შუქურებს. ამიტომ ეს ვთქვათ, ესეთი რაღაც ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი ობიექტებია უკვე 67 წლიდან, წინა საუკუნის, როცა აღმოვაჩინეთ პირველად. ხო, ყველაზე, ანუ თეთრი ლაქები, ისევ და ისევ ახალგაზრდებისთვის, მომავალი მეცნიერებისთვის, ან თუნდაც, რა ვიცი, მეცნიერების ჟურნალისტებისთვის, მხატვრებისთვის, ვინც ამ თემაზე დაიწყებთ. მე თავის დროს როცა მიწევდა PhD სტუდენტი ვიყავი იტალიაში და ერთი დღე დაეთმო კომპაქტური ობიექტების თემას. ოღონდ ჰუმანიტარები იყვნენ სულ, მხატვრები ძირითადში და იყო რაღაც ძალიან ლამაზი ფერწერული ნამუშევრები, შავი ხვრელების, პულსარების და ასე შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა რომ ცივილიზაცია არის საერთო. ჩვენ არ ვართ თქვათ იქ ცალკე მწერალი, ცალკე მეცნიერი, არა, ჩვენ ვართ ერთ საერთო სივრცეში და თუ ვინმე ამ სივრცეს არღვევს,
ის არის ფაქტობრივად, ერეტიკოსი ჩვენი ცივილიზაციისთვის. ან ასე უნდა იყოს და უნდა ვეცადოთ ყველანი რომ ჩვენ ისევ გავერთიანდეთ ამ საერთო ცივილიზაციური აი ამ ღერძის გარშემო, რაც ქვია, აკადემიური სივრცე, თუნდაც არ აირჩიოთ ეს გზა, არ აირჩიოთ მეცნიერება. ამას ვამბობ მე ყოველთვის რომ ეს საერთო რაღაც სურათია, რაც ყველანი უნდა ვარსებობდეთ, რომ მე მინიმუმ არ აგერიოთ ასტრონომი და ასტროლოგი. იმიტომ რომ ერთი მეცნიერია, მეორე არა. მეტის უბრალოდ არა კი არა, აქვს პრეტენზია რომ არის მეცნიერი, მაგრამ არის ანტიმეცნიერი, სინამდვილეში არის პროფანაცია და ასე შემდეგ, ბევრია ეგეთ ჩამონაცვალი რა. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო პლანეტები, ეხლა არის ახალი ტრენდი, კაი გაგებით. ტრენდი არ მიყვარს ეს თქო, მაგრამ ასტრონომიაში არის ძალიან კარგი პერიოდი დაიწყო დაახლოებით წინა საუკუნის ბოლოდან, 90-იანებიდან, 90-იანის ბოლოდან, ოღონდ. განსაკუთრებით ამ საუკუნის დაწყისში ფრანგული ჯგუფების წყალობით, ფრანგული ასტრონომების დაიწყეს ეგზოპლანეტების ძიება, ანუ პლანეტების, რომლებიც არიან მზის სისტემის მიღმა, შორს. ჩვენ სისტემაში არ არიან. რატო არის საინტერესო? გასაგებია რატომ არის საინტერესო? იმიტომ რომ პლანეტები თუ არის, ესე იგი შეიძლება ვიფიქროთ იქ სხვადასხვა ფორმის სიცოცხლის არსებობაზე. იმიტომ რომ ფუნდამენტური კითხვა მარტონი ვარ თუ არა სამყაროში, ეს არ არის უბრალოდ კითხვა. ეს კითხვა ჩვენ ბოლომდე შეგვჭამს თუ არ ამაზე პასუხი არ გავეცით, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტური კითხვა ეხება მეცნიერებას, ეხება ფილოსოფიას, ეხება რელიგიას, ეხება სოციოლოგიის ნებისმიერ სფეროს ეხება. ყველას ეხება ეს, ანუ ინტელექტუალ ადამიანს ინტელექტუალურს შეჭამს ეს კითხვა, სანამ ბოლომდე არ გასცემს პასუხს. ამიტომ რა თქმა უნდა, ბუნებრივი კითხვაა. მაინც მარტონი ვარ თუ არა სამყაროში, ხო? და ძალიან საინტერესო ობიექტების კლასი აღმოჩნდა, პლანეტების, რომლებიც პულსარების გარშემო ტრიალებენ. რატო არის უცნაური თქვენი აზრით? უცნაური რატოა ეგეთი პლანეტების არსებობა? სუპერნოვა აფეთქება იყო. სწორია. სუპერნოვა აფეთქება თუ იყო, აფეთქებას როგორ გადაუჩნენ კაცშვილმა არიც. არსებობს ვერსიები. რა ვერსიები შეიძლება იყოს? ხო, შეიძლება მართლაც გარედან შემოფრენილი პლანეტებია. ხო და რაც არ უნდა იყოს მექანიზმი, ყველა ვარიანტში იქნებოდა იმ პლანეტებზე რაღაც ფორმის სიცოცხლე არსებობს. ჩვენნაირი ცალსახად ვერა. რატომ ხვდებით? ჩვენნაირი თუნდაც სპორტირებული სიცოცხლე ჩვენნაირი ვერ გაძლებს. იმიტომ რომ რატომ? როგორ? მაღალი, როგორ? უფრო სწორედ რადიაციაა ძალიან მაღალი, სწორია. ძალიან მაღალი რადიაცია, იმიტომ როგორც წესი, ეს ანუ პულსარები პულსარის რომ არ იყოს და იყოს ნეიტრონული ვარსკვლავი, რაც შუქურა არ გააჩნია. თვითონ ნეიტრონული ვარსკვლავი ზედაპირი მას ხელს ვერ დაადებ. დაახლოებით არის მილიონი გრადუსი. მილიონ გრადუსიანი სხეული ასხივებს არა ხილულ სინათლეს, არამედ ასხივებს რენტგენს. ანუ იქიდან რენტგენი მოდის. ანუ რენტგენი მოდის კოლოსალური ენერგიის და ამიტომ ხო ხვდებით რენტგენით გადამწვარია ის პლანეტები ცალსახად, მაგრამ გადამწვარია ზედაპირი. ანუ ყველაზე უცნაური გახლავთ ის, რომ დღევანდელი მეცნიერება ფიქრობს იმაზეც, შეიძლება კი თუ ეს მიგრირებული პლანეტები არიან, აი როგორც სწორად შენიშნით, ხო? შეიძლება კი ისე მოხდეს, რომ ნიადაგში დარჩენილიყო თუნდაც მიკროორგანიზმების დონეზე რაიმენაირი ფორმის, არ არის აუცილებლად ჩვენნაირი იყოს, პირიქით ჩვენნაირი სავარაუდოდ არ იქნება არანაირად ფორმის სიცოცხლე. ეს კითხვები არსებობს, ეხლა არის დაახლოებით 10, არა შეიძლება 20-იც მეტი უკვე ნელა იზრდება კანდიდატი პლანეტების, რომლებიც ტრიალებენ პულსარების გარშემო. და ეს საკითხი ძალიან ესეთი ცოცხალი საკითხია. იმ პლანეტებზე მაინც როგორი სიცოცხლე გველოდება თუ არის. და მიდის ამაზე, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით თეორიული კვლევები, იმიტომ ჩვენ იქ ვერ გავაგზავნით ობიექტებს. ხომალდებს, ჯერჯერობით არ გვაქვს ეგ ტექნოლოგია. ოკეი? და სიცოცხლე როგორ შეიძლება არსებობდეს რაიმენაირი ფორმით თუ რაღაცა პირობები არ კმაყოფილდება. ანუ ერთ-ერთი პირობა არის ეგრეთ წოდებული საიცოცხლო ზონა. აი ჩვენ ვართ ძალიან სწორ ადგილზე, მწვანეთ ნაჩვენებ ადგილზე ვართ. დედამიწა მზის გარშემო, მზეზე ვლაპარაკობ ჯერ. ნიშნავს იმას, რომ ოდნავ ახლოს ეს მწვანე ზონა ძალიან თხელი ზონაა. ოდნავ ახლოს ძალიან ცხელა. ოდნავ შორს იმდენად ცივია, რომ წყალი გაყინული იქნება. და წყალი კიდე თხევადი უნდა იყოს, რომ გამხსნელის როლი შეასრულოს და ძალიან კარგი ის იყოს, რა ქვია, ხო? ხო იგრია? ბიოლოგიაზე მორგებული ნივთიერება იყოს.
ამიტომ ეს ზონა ამის ცნება ძალიან მნიშვნელოვანია და პულსარებთან საერთოდ გაუგებარია ეს ზონა როგორი შეიძლება იყოს. ამიტომ მინდა ლაპარაკი იმაზე, თუ ესეთი მეტნაკლებად ჩვენნაირი ტიპის მიკროორგანიზმები არიან, რა თქმა უნდა მიკროორგანიზმები და რაღაც ბაქტერიების ტიპის, შეიძლება რომ იმ რაღაც სიღრმეში წყალი იყოს თხევადი, თურმე შეიძლება. სიღრმეში. გარედან გადამწვარია. და სიღრმეში რენტგენის გამოსხივებაც ძლიერად ძალიან კი ვერ აღწევს. ექსპონენციალურად კლებულობს. ამიტომ რატომ არის სხვა შორის ბირთვული აფეთქების დროს დაიფაროს ღმერთმა ყველა მთელი სამყარო, მაგრამ რომ მოხდეს არსებობს რამდენიმე ქვეყანაში უბრალოდ იგივე ისრაელს აქვს სერიოზული ესეთ კატაკომბები. რამდენიმე მეტრი უკვე გიცავს ნიადაგის გამოსხივებისგან. ეგთან ეცემა ექსპონენციალურად რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს. ამიტომ იქ ასესია, ანუ საერთო ფიზიკის კანონებია ყველგან, ეს არ არის აუცილებელი რაღაც განსაკუთრებული ფიზიკა. ამიტომ კი, დღეს სამეცნიერო საზოგადოება ფიქრობს იმაზე, არის თუ არა სიცოცხლე ჩვეულებრივი პლანეტების სიახლოვეში, ჩვეულებრივი ვარსკვლავების სიახლოვეში პლანეტებზე და არის თუ არა აი ესეთ ეგზოტიკურ, ენერგეტიკულ, ძალიან ესეთი ერთი შეხედვით არაადამიანურ პირობებში. თურმე შეიძლება მაინც იყოს. მით უმეტეს ის პლანეტები რახან გადარჩნენ, ესე იგი, დიდად სავარაუდოდ არიან მიგრირებული, სადაც შორიდან შემოფრინდნენ. ამიტომ შეიძლება მის, თქვათ, ნიადაგის ქვეშ, ნიადაგი რომელიც გადამწვარია ზემოდან, ქვეშ რაღაც სიღრმეზე, ყველა ვარიანტში იქნება პირობები ისეთი, რომ ამის განგარიშება შეიძლება, რომ სიცოცხლე არსებობდეს. ძალიან კაი კითხვა არის, მოდი მე კიდევ გავიმეორებ, თუ სხვება ვერ გაიგეს. კითხვა არის დიდი აფეთქების შემდეგ იმ მომენტში ძალიან ცხელოდა. დღეს ტემპერატურა არის დაახლოებით სამყაროსი რომ გაასაშუალოთ. არის 2.7 კელვინი. ესე იგი კელვინებში რო გადაიყვანოთ, ანუ ძალიან დაბალია. მაშინ როცა მაშინ შექმნის დროს იყო ძალიან მაღალი ტემპერატურა. და ბუნებრივია როცა ფართოვდება გაზი, ნელ-ნელა ცივდება. ხო და კითხვა იმაშია რომ კი, ხო ძალიან ცხელი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე სანამ ბოლომდე გაცივდებოდა, ის ეტაპი ხო გაიარა, როცა იყო ოთახის ტემპერატურა. რა თქმა უნდა იყო. და არის მაგაზე სამეცნიერო კვლევებიც მინიმუმ ერთი მინახავს, ასეთი მინიმუმ არის, სადაც ფიქრობენ რომ ოღონდ იმ დროს ასტეროიდები არ იყო ჯერ. ის მაინც იყო ჯერ ძალიან ადრეული სამყარო, ესეთი ჩამოყალიბებული არ იყო ყველაფერი, მაგრამ კი, სამყაროს ტემპერატურა იყო ჰაბიტაბილური, ანუ საისასხლო ზონა იყო მთელი სამყარო. მთელი სამყარო. და შეიძლება მაშინ რაღაც პირველადი ჩანასახი აბიოგენეზის უკვე მომხდარიყო. არის ბიოლოგები, რას ფიქრობენ ასტრობიოლოგები ამ კონტექსტში, არ მილაპარაკია ამ თემაზე, მაგრამ საინტერესო კითხვაა ძალიან. იქაც იყო რაღაც კითხვა, მე მგონი თუ არა? რაღაც კითხვა იყო? ხო. ხო და პულსარს როგორი ჰაბიტაბილური ზონა აქვს, ცოტა ეგზოტიკურად უნდა გავიგოთ, ანუ ეს არის ჰაბიტაბილური ზონა ნიშნავს ის იმ ადგილზე, პულსარიდან სწორ მანძილზე არის რაღაც პლანეტა, ისეთ მანძილზე რომ პულსარის გამოსხივება თუნდაც აი ესეთი საშინელი, ხო? ჯამში არის იმდენი, რამდენიც მოაქვს მზეს. ნუ სიჩქარე, ის მოშორებით არის, რაღაც ადამიანური სიჩქარე აქვს, ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დისტანცია თუ ისი მაგას იპოვი. ხო. ეხლა თუ ანუ თავის დროზე ეს ძალიან ესეთი დიდი მეცნიერი იყო, რომელიც მუშაობდა, რომელიც კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი დიდი, ესე ვთქვათ, მეტრი გარდაიცვალა რაღაც რამდენიმე წლის წინ. ფრიმან დაისონი. მან ეს იდეა შემოიტანა, როდესაც ახალი იდეა იყო SETI-ის დარგი. SETI არის აბრივიატურა. ეს არის Search for Extraterrestrial Intelligence, ანუ არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძიება. ამის ინსტიტუტიც არსებობს. მან შემოიტანა ესეთი აზრი, რომ იდეა, რომ თუ არსებობენ ცივილიზაციები, მაშინ ისინი მათ ბუნებრივად ექნებათ სურვილი უფრო და უფრო მეტი ენერგიის გამოყენების. ეს ძალიან ბუნებრივია. პირველყოფილი ადამიანი, პირველყოფილი საზოგადოება იყენებდა ძალიან ცოტა ენერგიას. ცოტა მერე, როდესაც პირველი ქალაქები დაარსდა, ხო? დაახლოებით 10000 წლის წინ. უფრო მეც, იმიტომ რომ როგორც კი იზრდება ცივილიზაციის დონე, იზრდება ენერგიის მოხმარებაც. ჩვენი ენერგია, ჩვენი მოხმარებაც ასევე ძალიან დიდია. და ამიტომ ეგეთი იდეა შემოაგდო, რომ თუ ის ცივილიზაცია არსებობს და უფრო მეტი შანსია სხვა შორის, რომ ისინი აღმოაჩინოთ ვიდრე ჩვენნაირები. ამაზე აი ერთის შემდეგ ლექციაზე ვილაპარაკებ. თუ ისინი არსებობენ, მაშინ მათ ბუნებრივად ექნებათ ესეთი სურვილი აღმოაჩინონ კი არა და გამოიყენონ ენერგია ვარსკვლავის. ოღონდ მთელი ენერგია თუ გინდა გამოიყენო ვარსკვლავის, რა უნდა ქნა? უნდა ადგედა ვარსკვლავი მოათავსო
დიდ სფეროში, რომლის შიდა ზედაპირი არის solar პანელები. ენერგიაში თანხას მთელი ვარსკვლავის. მარტო ის კი არა ჩვენკენ რა მოდის. ჩვენკენ მოდის ძალიან პატარა ნაწილი მზიდან. მაგრამ ჩვენ როცა განვითარდებით, ჩვენს ეგივე სურვილი გაგვიჩნდება. ენერგია რაც შეიძლება მეტი მოвихმაროთ ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, ჩვენი უახლოესი ისე ვთქვათ ციური სხეულის. ხო? და საინტერესო, ანუ ეს სურვილი ერთი მხარეა, აი, გაუჩნდება ეგეთი სურვილი ცივილიზაციის, მაგრამ მუღამის დრაშია, ფიზიკის კანონი, ფიზიკა მაგიტომ არის ძალიან კარგი მეცნიერება. სუბიექტურად არ ვამბობ ამ შემთხვევაში, მართლა ასია. რომ ფიზიკის კანონი გეუბნებათ, რომ რაც არ უნდა უქნას იმ ენერგიას, იმ ცივილიზაციამ, აი ეს სფერო გათბება და ამ სფეროს ზომა ძალიან დიდი უნდა იყოს, დაახლოებით 150-100 მილიონი კილომეტრი რადიუსის. და გამოჩნდება ცაზე როგორც თბილი ინფრაწითელ გამოსხივებაში თბილი სფერო. და ინფრაწითელი ასტრონომია უკვე არსებობს, ანუ არსებობს ტელესკოპები, რომლებიც უყურებენ თვალისთვის უხილავ ინფრაწითელ გამოსხივებას აკვირდებიან კოსმოსში. და მაშინ ეს ობიექტები გამოჩნდება. უნდა მინდა გითხრათ, რომ არსებობს დაახლოებით 20-მდე დაისონის სფერო ქვია ამ ობიექტებს, 20-მდე დაისონის სფეროს კანდიდატი დღესდღეობით. კვლევები ადასტურებს, რომ დიდი შანსია, რომ ისინი იყვნენ კანდიდატები, თუმცა ყველგან არის მინიშნება, რომ მომავალი კვლევებია საჭირო. საკითხი ძალიან რთულია. მარტონი ვარ თუ არა სამყაროში, ეს არ არის უბრალოდ კითხვა. ეს კითხვა უკვე რამდენი ათეული საუკუნეა, ხო, არსებობს ალბათ. დარწმუნებული ვარ, ადამიანი როგორც კი გაიაზრა ვინ იყო, ის ფიქრობდა იქ ვინ არის კიდევ, მისნაირი არის თუ არა. ხო და ვინაიდან მე ვილაპარაკე პულსარებზე და გითხარით, რომ პულსარის ენერგია შეიძლება კონდეს გაცილებით მეტი, ეს ძალიან ბუნებრივია. ვინაიდან ის არის ძალიან კომპაქტური ობიექტი, მისი გრავიტაცია ძალიან ძლიერია, ყველაფერი ძალიან ძლიერი და მისი გამოსხივება ძალიან ძლიერი იქნება. და ვინაიდან ის ასხივებს შუქურასავით, ამიტომ მის გარშემო საჭირო არის არა სფერო ააგო, არამედ ააგო მხოლოდ სარტყელი. და ეს რატოა მომგებიანი? ორმხრივ, ჯერ ერთი ენერგიას უფრო მეტს იღებ, იმიტომ რომ პულსარია ასეთი. და მეორე იმიტომ რომ ესე იგი ის საშენი მასალის შოვნა არ დაგჭირდება ბევრი. ეს ცოტა პრობლემურია იმ ცივილიზაციისთვის, იმიტომ რომ მან რა უნდა ქნას, იცით, უნდა ადგეს და მთელი თავიანთი ვარსკვლავური სისტემა, მზის სისტემა მოხვეტონ, რაც კი მატერია და ააგონ იმით დაისონის სფერო. და ვინაიდან სარტყელი გაცილებით პატარა ზომაში. ეს თქვათ ასტრონომიულ კატასტროფას, ეკოლოგიურ კატასტროფას ასტრონომიულ სკალაზე არ გამოიწვევს ეს ასეთი სარტყელის აგება. ამიტომ ეს საკმაოდ მომგებიანი ეს თქვათ პროექტი იქნებოდა, რომ თქვათ ასეთი რგოლები ვეძებოთ და არა სფეროები. ოკეი? ეს რგოლები თან ზომაშიც პატარაა რადიუსშიც, ვიდრე ის 150, 10-ჯერ 100-ჯერ უფრო პატარაა. და თან სისქეშიც პატარაა, ამიტომ სფეროს კი არ ხურავს, მხოლოდ სარტყელს. ამიტომ ეს ასეთი ძალიან საინტერესო კლასიდან არის საკმაოდ. და აი დღესდღეობით, დღეს უკვე ეს პიკშია ეს კვლევები, 2007 წელს პირველად დააფიქსირეს შორიდან მოსული ეგრეთ წოდებული რადიოანთებები. უცნაური ძალიან. ენერგია არის ძალიან დიდი. და ენერგია იმდენ დიდია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ეს ვერსია გადაგდებული არ არის. ეს არის ის, რომ ჩვენ მესის გვიგზავნის არამიწიერი ცივილიზაცია. აუგონთ, რა თქმა უნდა, ზეგანვითარებული არამიწიერი. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული მაგნეტარი, ეს არის ესე იგი პულსარების აი პულსარებს თავისი საზოგადოება ჰქონდეთ რა. პულსარების საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში პულსარი, რომლის მაგნიტური ველი არის გაცილებით დიდი, ვიდრე პულსარს გააჩნია მაგნიტური ველი. გაცილებით დიდი. და ამიტომ ეს თქვათ ზეძლიერი მაგნიტური ველი პულსარის ამ შემთხვევაში მაგნეტარის, ამიტომ ეძახით მაგნეტარს, რომ ისის მაგნიტური ველი ძალიან დიდია, კოლოსალურად დიდია. ესეც ჩემი ეს თქვათ რაღაც სამეცნიერო საქმიანობის ინტერესია, ამიტომ ამაზე ყოველთვის ესე ვყვები ხოლმე რაღაც განსაკუთრებულად ისეთი იმით, რა ქვია, აგზნებით. ანუ უცნაური ობიექტები არიან ძალიან. ეს კლასი. და ეხლა რატომ არის პიკში ეს კვლევები? ჩინეთში აიგო რამდენიმე წლის წინ გაეშვა პირველად ექსპლუატაციაში ეგრეთ წოდებული FAST ტელესკოპი. ეს არის ტელესკოპი, ეს თეფში რადიოტელესკოპია. თეფში, ну, იცით ალბათ, რაც უფრო თეფში დიდია, უფრო კარგია ანტენა, ხო? რატომ?
მეც იჭერს, ხო? ზუსტად იგივე, ვინაიდან ჩვენ კოსმოსს უყურებთ, თუ ტელესკოპზეა ლაპარაკი, კიდევ უფრო მეტი უნდა დაიჭირო, იმიტომ რომ კოსმოსური ობიექტები ძალიან მრთალები არიან ჩვენთვის. თუ გინდაც პულსარი იყოს, საიდანაც ენერგია ძალიან ბევრი მოდის, მაგრამ ჩვენ შორს ვართ ძალიან. და მანძილის მიხედვით, მანძილის ორჯერ გაზრდით ენერგია 4-ჯერ მცირდება. 4-ჯერ გაზრდით 16-ჯერ. ძალიან მალე ეცემა, კვადრატულად ეცემა. ამიტომ გვჭირდება ძალიან მძლავრი ტელესკოპები. და ასეთი ტელესკოპი იდგა, თვათ ასეთი არა. 350 მეტრი დიამეტრის, ეს არის 500 მეტრიანი. ჩინეთში რაც არის. იდგა არესიბოში, არესიბოს ტელესკოპი ერქვა, თუ გაიგიათ. ხო. ეს იყო კრატერში ჩამონტაჟებული თეფში ასევე. რომელიც ხაჩუს აი ეს ფილმი გინახავთ? კონტაქტი. ჯოდი ფოსტერი თამაშობს. sci-fi ფილმია, ძალიან კარგი, მე გირჩევთ. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. აი ჩემი იმით შკალით რომ დავალაგო, პირველი არის ინტერსტელარი და მეორე არის კონტაქტი. ეს ფილმი არის არამიწიერი ცივილიზაციებზე, როგორ აღმოაჩენენ შემთხვევით ხაჩუს იკვლევენ პულსარებს. ის ჯგუფი და შემთხვევით იპოვნიან არამიწიერების მიერ გამოგზავნილ მესიჯს. და მე მთელი გირჩევთ. ნახოთ, კიდევაც იმიტომაც არის კიდევ საინტერესო რომ სცენარის ავტორი არის აი ლექცია რო დავიწყე ის ტექსტი ვისი იყო გახსოვთ? კარლ სეიგანის სცენარი დაწერილია კარლ სეიგანის მიერ, ცნობილი მეცნიერის მიერ, რომელმაც დაარსა სეტის ინსტიტუტი, რომელმაც დაარსა ასტრობიოლოგიის დარგი, რომელმაც დაარსა საერთოდ სეტის მიმართულება, ანუ ეს მისი სცენარი. ძალიან კარგად არის გაკეთებული ფილმი, რა ვიცი, გირჩევთ ნახოთ. ეხლა რატომ გადმოვედი ამჟამად უკვე ის ტელესკოპი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს მასზე მეტი ზომის ჩინური ტელესკოპი, რომლის ამოცანა არის არც მეტი, არც ნაკლები მაგნეტარების, პულსარების და მაგნეტარების და არამიწიერი ცივილიზაციების ძიება. 8 ამოცანა აქვს დასახული, საიტზე შეგიძლიათ ნახოთ. ერთ-ერთი არის ეს. ამიტომ როცა ვამბობთ რომ როცა ვლაპარაკობ არამიწიერი ცივილიზაციების ძიებაზე, ეს არ არის რაღაც ზღაპარი. ოდესღაც ჟულ ვერნის ზღაპარი იყო, მაგრამ წყალქვეშა ნავები არსებობს. მთვარეზე გაფრენაც არსებობს და ასე შემდეგ. ხო? ასე რომ მეცნიერებას აქვს ის იარაღი, რასაც მე როგორც ეს ჯეგეთ მეცნიერება არის ობიექტური რეალობის აღწერი და ეს იარაღი ვინაიდან ის ობიექტური რეალობას აღწერს და სუბიექტურზე დამოკიდებული არ არის, ადამიანზე დამოკიდებული არ არის. აინშტაინი მაგალითად ცდებოდა კვანტურ ფიზიკასთან მიმართებაში, არ ჯეროდა ის რომ არსებობს, მაგრამ მის თქვა ავტორიტეტს არ დაუჩრდილავს ეს, რომ მეცნიერებაში ავტორიტეტი არ არსებობს ადამიანის სახით. მიხვდენს რომ აინშტაინი ფიგურა იყო სუპერ, თორსა ნობელის პრემია იყო კვანტური ფიზიკის შექმნაში. მაგრამ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა კვანტურ ფიზიკას, ეს ძალკე საკითხია. მაგრამ ეხლა ის თქვი რომ მოკლედ მეცნიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მიუხედავად იმისა, მიყვებით მეცნიერებას თუ არა. რატომ გადავწყვიტე მე ეს აი თქვი თავშიც ამ სერიის დაწყება მეცნიერების პოპულარიზაციის რომ თუ სამეცნიერო საზოგადოება ფართო გაგებით ის კი ფუნდამენტური მეცნიერება პლუს სოციალური მეცნიერებები რაც კი ინტელექტუალურ სივრცეს აერთიანებს თუ არ არსებობს ქვეყანაში მას ბევრჯერ ვამბობ ხოლმე იმ ქვეყანას ყავს ისეთი პარლამენტი როგორც ყავს ჩვენ ამიტომ თუ არ არის გაერთიანებული ეს სერიოზულად ამიტომ საჭიროა ასეთი ხალხის რაღაც კონცენტრირება ერთად სწავლის კონტექსტშიც ახლა თქვენ ახალგაზრდები ვინც ხართ ყველა კარტ ბლანში თქვენს ხელშია ამიტომ ამბობს უყოლოდ ხას ვუსვამ რომ ეს უბრალოდ ჩემი ინტერესიდან გამომდინარე რომელიც რა თქმა უნდა მაქვს ამაზე რომ დავიწყო ლაპარაკი შეიძლება არ გავჩერდე მაგრამ ეხლა ცოტა მტკივნეულია და ამიტომ ვალდებულად თვლი თავს გარდა იმისა რომ მინდა ყოველ ჯერზე ხაზი გაუსვა რომ აკადემიური სივრცე არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი საზოგადოებისთვის. საქართველოს არ უნდა იყოს მომხმარებელი, ის უნდა იყოს შემქმნელი პროდუქტის, სამეცნიეროსი და აკადემიური პროდუქტის, ოკეი? მართლა ესე ახლა ცოტა ხანში გაჩვენებთ რატომ. მოკლედ, ვინაიდან მაგნიტური ველი ძალიან დიდი აქვს, როგორ დიდი აქვს, იცი, აი დედამიწაზე მაგნიტური ველი რაც არის, რომელიც გითხარით საკმაოდ ძლიერია. მაგნიტური ველი დედამიწის ძლიერი რომ არ იყოს ჩვენ ის არ დაგვიცავდა მზის გამოსხივებისგან, ვერ დაგვიცავდა. მაგრამ გვიცავს. ესე იგი ძლიერია. მასზე 10 ხარისხად 15 რა, ერთს რომ 15 ნული მიუწეროთ, ამდენჯერ უფრო ძლიერია მაგნიტური ველი. და ეს ნიშნავს იმას,
რომ მაგნეტარის რაღაც სიახლოვეში რო ყავდეს 1000 კილომეტრზე მიკარებას კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ატომები დაიშლებიან. და ატომები თუ დაიშლებიან, ჩვენ თქვათ ქიმიური რეაქციები, ჩვენ ატომებისგან შევდგებით. ამიტომ ეს არის ძალიან ესეთი ვერაგი კოსმოსური ობიექტი. ძალიან ვერაგი, მაგრამ სამყაროში არსებობს თავისთავად ვერაგი ძალიან ესეთი პირობითი ცნებაა, ბუნებაში არაფერი ცუდი არ არის, ბუნებაში ის არის, რაც არის. ოკეი? ხო, აი პულსარის მაგალითად არის ტრილიონჯერ მეტი და მაგნეტარის კიდევ უფრო მეტია, 10 ხარისხად 15ჯერ მეტი მაგნიტური ველი. და აი 2007 წელს ჩვენგან დაახლოებით 50000 სინათლის წლის მანძილზე არსებული მაგნეტარიდან მოვიდა კოლოსალური გამოსხივება. ეს მაგნეტარი არის აი ამ სახელით ცნობილი SGR, ეს არის საგიტარიუსი. საგიტარიუსი ხო იცით რაც არის? თუ იცით? ვისაც არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ვიტყვი მაინც ასტროლოგია მოგწონთ, იმათ მაინც უნდა იცოდეთ ეს რა არის. ეს არის მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. იმ მიმართულებით არის მაგნეტარი, აი ამ სახელწოდებით 180620 და SGR ეს არის რა მიმართულებაც აქვს. სხვა შორის საგიტარიუსის მიმართულება საინტერესო კიდევ რითია თუ იცით. აი ცოტა ხანში გეტყვით. მოკლედ 50000 სინათლის წლის მანძილზე ჩვენგან ეს არის მანძილი, რასაც სინათლე ფარავს 50000 წლის განმავლობაში. ანუ ჩვენ რომ ეს მაგნეტარი დავინახეთ, ნიშნავს რომ ეს ინფორმაცია გამოვიდა 50000 წლის წინ იქიდან. ანუ ის შეიძლება უკვე ჩამქრალია, მაგრამ ჩვენთან მოვიდა ეხლა, ამ წუთში მოვიდა. და მოვიდა იმდენად ძლიერი გამოსხივება ამ ხელა მანძილიდან, რომ შეაშფოთა არა მარტო იონოსფერო, გამოიწვია იონიზაცია ძალიან ძლიერი და ამავდროულად. არამედ რამდენიმე ტელესკოპი, ძალიან ცნობილი ტელესკოპები, ინტეგრალი და სვიფტი, მე ვიყენებ ხოლმე პირადად მათ მონაცემებს, გამოიყვანა წყობიდან, ცოტა ხნით, მართალია, მაგრამ გამოიყვანა წყობიდან. სხვა შორის ეს უფრო აძლიერებს იმ რწმენას, რომ შესაძლოა ჩვენთან დედამიწაზე აბიოგენეზი დაიწყო ერთ-ერთი ასეთი მძლავრი ამოფრქვევის გამო, რომელმაც გამოიწვია ჩვენთან მუტაცია და შემდეგ ჯერ აბიოგენეზი და შემდეგ იმ მიღებული, თქვათ, უკვე ცოცხალი, მაგრამ პრიმიტიული ცოცხალი არსებების კიდევ მუტირებულად ევოლუციურად გაზრდა. ოკეი? და ნახეთ, ნომთელ მომერთ წამიც არ არის. გამოსხივდა ის ენერგია, რასაც ასხივებდა 100000 წლის განმავლობაში გამოასხივებდა მზე. ანუ კოლოსალური ენერგია არის. ეს არის ენერგია, რომელიც ჩაბუდებულია იმ მაგნეტარში. ცალკე საკითხია რატომ, საიდან ეს ენერგია, საიდან მოვიდა ეს ენერგია. მოკლედ ლოკაცია არის მშვილდოსნის თანავარსკვლავედი. მაგრამ ამ მხარეს, იმ მიმართულებით რომ გაიხედოთ. კიდევ არის აი ეს მაგნეტარი J1745-2900, რომელიც წესით უნდა ნელდება, მე გითხარით თუ ყველა პულსარი ბოლოს ნელდება, იმიტომ რომ მაგნიტური ველი აქვს ძალიან ძლიერი, ამას ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს მაგნეტარს, უფრო ვიდრე პულსარს, კლასიკურ პულსარს. მაგრამ შენელება არის ძალიან ნელი ვიდრე ნებისმიერი პულსარის სხვის, ვიდრე მაგნეტარისა ზოგიერთის. ამისი ძალიან ნელა ნელდება, ესე იგი ვიღაცა უსებს ენერგიას. და ფიქრობენ, ვინ უსებს ამ ენერგიას. ხო, ეს მაგნეტარი არის საგიტარიუსი, რო გითხარით, სად არის მეთქი. მშვილდოსნის თანავარსკვლავედს თუ შეხედავთ, იმ მიმართულებით არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ზუსტად. ამიტომ საგიტარიუსი ხშირად არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სინონიმიც რაღაც ამბავში. ხო და ითვლება რომ შესაძლოა არის ვარსკვლავური, აი მიწისძვრები რო არსებობს, ეგრეთვე ვარსკვლავური ბიძგების გამოიყოს ეს ყველაფერი. და ჩვენ საიდან მიცით ახლა ვარსკვლავური ბიძგები, ანუ უცნაურ რამეს აკეთებს ესე იგი ზოგიერთი პულსარი და მაგნეტარიც, რომ აი ტრიალებს თავისთვის, მაგრამ უცბად რაღაც პატარა ბიძგს იძლევა, ანუ მისი კუთხური სიჩქარე ან იზრდება სწრაფად, ან მცირდება. ტრიალებს რაღაც მეტნაკლებად მდორეთ, მაგრამ უცბად რაღაც ბიძგები აქვს. ეგ არის ვარსკვლავური ძვრები, მიწისძვრების ზუსტი ანალოგი. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კაიხანი იყო მაგაზე ფიქრი, რა არის ამისი მიზეზი. აი მე გითხარით, რომ ჩვენც საქართველოს არის უნდა ვიყოთ, ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ამის, ასე ვთქვათ, სოფლიო ცივილიზაციის ნაწილი, ბევრი კონტექსტი, ყველაფერში უნდა ვიყოთ არა მომხმარებლები, არამედ პროდუქტის შემქმნელები. ეს ადამიანი, რა ვიცი, თუ იცით ვინ არის, მითხარით. ფიზიკოსია.
ფიზიკის ინსტიტუტის დამაარსებელი არის ესე იგი ანდრონიკაშვილი, ელექტრ ანდრონიკაშვილი, რომელმაც უნიკალური ექსპერიმენტი შეიმუშავა თავის დროზე. ყველა გენიალურია, მართლაც მარტივია ძალიან. მან ესეთი რამე გააკეთა, ანუ აღმოჩნდა რომ ჰელიუმი ყველას იცით, ყველამ გაიგიათ, ხო, გაიგიათ ყველამ. ჰელიუმს გააჩნია ორი მდგომარეობა, თურმე. და თუ ჰელიუმს აიღებ თხევადს, მოგეთ ტემპერატურას დაიყვან ძალიან დაბლა, ბოლოს ხდება თხევადი, ის აღარ არის აირადი. თურმე ნებისმიერ სითხეს აირს მათ შორის მithumetes თხევადს. სიბლანტი აქვს თავისი. აი თითი რომ თქვა ჩაყოთ და მოურიოთ, ნახავთ რომ რაღაც ძალით მოქმედებს თქვენზე, ბლანტი ძალით. მაგრამ ჰელიუმს თურმე გააჩნია ორი კომპონენტი. ჰელიუმი არსებობს, ჰელიუმი 1 პირობითად არსებობს, რომელიც არის ჩვეულებრივი ბლანტი ჰელიუმი, თხევადი ჰელიუმი და მეორე არის ზედენადი. სიბლანტი აქვს ზუსტად 0. და ძალიან მარტივი ექსპერიმენტი დადგა, მაგრამ მოფიქრება ჭირდებოდა ამას. ამაზე ამ ექსპერიმენტზე ამბობენ, რომ ეს არის მე-20 საუკუნის ათეულში შედის ეს ექსპერიმენტი. აიღო ცილინდრული ჭურჭელი, ჩაასხა ჰელიუმი და ჩამოკიდა. და დაატრიალა მდორეთ რაღაც გარკვეული სიჩქარით. დაიწყო ბიზგები. ოღონდ არარეგულარული, რაღაც მომენტებში. და მიზეზი იყო ის, რომ რახან ის ზედენადი ჰელიუმით შედიოდა იქ იმ თხევად ჰელიუმში. ზედენადის მუღამი რა არის, რომ ზედენადი თავისთავად იწყებს რატომ არის სითხე რომ დადო წყალი დაუშვათ, უბრალოდ მდორეთ დატოვოთ, არც არაფერი არ მოხდება. იმიტომ რომ მცირე შეშფოთება, აი მე რო ახლა ეს ხმა გამოვეცი, იქ არაფერს არ გამოიწევს, იმიტომ რომ იმდენად მცირეა, რომ შეუშლის ხელს ადგილობრივი სიბლანტე. და ვინაიდან იმის სიბლანტე ზუსტად 0-ია, რაგინდ პატარა შეშფოთებას კი, სადღაც ვიღაცამ დააცემინა საკმაოდ შორს, აქ აღძრავს ტურბულენტობას, ანუ პატარა გრიგლებს, აი პატარა ტორნადოებს და ამიტომ დაიწყებს ძგერებს ეს ჰელიუმი. დღეს ითვლება, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავში და მათ შორის აი ყველაზე მძლავრ ენერგეტიკულ ნეიტრონულ ვარსკვლავში, როგორც მაგნეტარია, არის ზედენადი კომპონენტი და ამიტომ მას გააჩნია ეს ძვრები, ბიზგები. იქ არავის ხელი არ ჩაუყვია არასოდეს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქ ეს ფიზიკაა ზუსტად. იმდენად, ანუ არარეგულარობის ხარისხის არსებობს და იმდენად გავს აი ეს მარტივი ექსპერიმენტი მოგიყვანეთ, რომელიც წინა საუკუნის რაღაც 60-იან წლებშია. სხვა შორის პულსარის აღმოჩენამდე თუ სწორად მახსოვს ეს ექსპერიმენტი 67-ში აღმოჩენეს და მე მგონი 60-იანის პირველ ნახევარშია ეს ექსპერიმენტი. ხო, მოკლედ გალაქტიკის ცენტრისკენ ვამბობდი, ეს ვთქვათ მაგნეტარი არის ცენტრისკენ ახლოს, ცენტრთან ახლოს, საკმაოდ ახლოს. აი იქ არის ნაჩვენები. და ცენტრში იმყოფება დაახლოებით 4 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელი. და ამიტომ შემდეგი ლექცია იქნება შავ ხვრელებზე. მე რამდენიმე ლექცია იქნება ასევე ზოგიერთი შავ ხვრელებზე, ზოგიერთი სხვა კიდე ეგზოტიკურ ობიექტებზე. მადლობა. კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ. Yeah. Extraterrestrial contact evoluțional atomic. Nislianubidan mai rozkładowy rozkładowy sytuacja nie samo produkcji ale to nie rozkładowy. A jest co? A jak samolot neutron rozkładowy jogurtski origin magnetari an pulsari. უпроსორეთ მაგნეტარის პულსარია. უბრალოდ მაგნიტური ველი უფრო დიდი ექნება. აი რა არის ზოგადად ის რაღაც ტრიგერი ამ აფეთქების დროს რა შეიძლება გადაწონოს ან მაგნეტარის ფუნქციერი მაგნიტური ველის ობიექტი შექმნას ან პულსარი. კარგი კითხვა, არ ვიცით ბოლომდე. ოღონდ აფეთქების დროს არ ხდება ეგ. ეგ ხდება უკვე მერე. ანუ რა ჩამოყალიბდება მაგნეტარად თუ პულსარად, კარგად არ არის ცნობილი. ასტროფიზიკაში ეს ცოტა ეგეც ახალგაზრდებს ვეუბნები ხოლმე, ღია საკითხია, იფიქრეთ, ხო? ის რაღაც რო ახსენეთ, აი პულსარზე რინგი რო ხომ ენერგიის ასაღება. ეცა? დაისონის სფეროს მერე? ხო, მაგის მერე, მაგრამ ხო. აი ეს პრინციპში ანუ სიჩქარე რო ხომ, სიჩქარე რო გულანდეს შეიძლება დარჩეს ერთი მაზონდიდაზე რო ენერგია. ანუ ეს მდგრადი როგორ შეიძლება იყოს? უნდა დაატრიალო კი. უნდა დაატრიალო აუცილებლად. თქო, აქ ერთი მცირე
შენიშვნას გავაკეთებ, რომ დაატრიალებ მდგრადი ფლად ბოლომდე არ გამოვა. შეიძლება წავიდეს ერთ მხარეს ან მეორე მხარეს და ნუ რაღაც თუ ის ცივილიზაციის მიერ შექმნილია, ამის რეგულაცია შეიძლება და ენერგიით დათვლად შეიძლება რომ იმ ცივილიზაციას ეს არ უნდა უჭირდეს. ხო. არა, თუ გაჩერდება ცენტრალურ ძალების გაქრებიან, კი. არაფერი იქნება ესეთი პასიური ნეიტრონული ვარსკვლავი, ნუ რა ვიცი, ცხელი ნობელის ნელ-ნელა გაციებას დაიწყებს. არა. იმ წნევას ეხმარება კვანტური ფიზიკა, რომ შეინარჩუნოს მდგომარეობა. ამიტომ რაც არ უნდა მოუვიდეს, დარჩება სუმაქხილა. იმიტომ რომ იმ პატარა ზომაში ვინაიდან ნაწილაკებს გააჩნიათ კლაუსტროფობია და ერთად ახლო ყოფნა არ უნდათ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ის წნევა იქნება უპირობოდ ყველა ვარიანტში იქ. ხო. გისმენთ, კიდევ ვიღაცა იძებდა ხელს მეგონი. მადლობა.